შეო, დავიწყოთ. ესე იყოს განლაგება ამისი. ისე მარტივად. გამარჯობა მეგობრებო. ეს არის მიშა რობელის პოდკასტი, ეპიზოდი მე-4. მე მიშა ვარ და ჩემი დღევანდელი სტუმარი იქნება ძალიან განსაკუთრებული ადამიანი. მსახიობი და სუნთქვის ინსტრუქტორი ეთო რასელი. ეთო გამარჯობა, როგორ ახარ? ძალიან კარგად, შენ როგორ ხარ მიშა? ჩვენი რაც გაეწყობა. მომიყევი ერთი ორი სიტყვით როგორ მიდის შენი საქმიანობები? კარგად მიდის, აი რა ვიცი, ვცდილობ რომ გავზარდო ცნობიერება სუნთქვის გარშემო საქართველოში. ეს აუცილებელი სწორია. ხო, არ არის მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მარიცის ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება და შესაბამისად არც მოთხოვნა არ არის მაინც და მაინც დიდი რომ იმუშაონ სუნთქვაზე. გასაგებია, მაგამდეც მივალთ. იცი რა მესმის რასაც გულისხმობ. იცი რა მაინტერესებს? იმიტომ რომ შენ გვეთქვი რომ ბერმა არ იცის საერთოდ ამ ამბის შესახებ. ხო და ამიტომ მათ გასაგონად მინდა რომ ძალიან მოკლედ მითხრა ზოგადად ამ ბუტეიკოს მეთოდის შესახებ. რა არის ეს მეთოდი და რატო გადაწყვიტე შენ ამისი სწავლა, ან როდის გადაწყვიტე და ნუ მე ამ ყველაფრით ხელმძღვანელობა და კიდე ის მაინტერესებს, ანუ რა განსხვავება არის, მაგალითად, თუ არის რაღაც პარალელები, ეს რაღაც სპირიტუალური გასვლა გამოსვლები რო არის, მაგათთან, იმიტომ რომ მე რაც ვიცი, ისიც შენგან ვიცი, ეს ბუტეიკოს მეთოდი არის, ეს სხეულისა და მგონების სიჯანსაღეზე ორიენტირებული, ხო? და მაგითო გეკითხები. კარგი კითხვაა, მიშა. მოდი ახლა საფუძვლიანად გავცემ პასუხს. პირველი დავიწყებიდან რა არის ეს ბუტეიკოს ტექნიკა. საერთოდ ბევრი სხვადასხვა ტექნიკა არსებობს და ესეც ტვინსურებს ხალხს, რომ რომელი უნდა გავაკეთო. თანაც არ შეიძლება რომ ესე პირდაპირ აიღო რაღაც, რასაც YouTube-ზე ნახავ უცებ და გააკეთო, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ გჭირდებოდეს ის შენ. ის ავარჯიშო. ბუტეიკოს ტექნიკა, რატო დავრჩი მე ამ ტექნიკაში და რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ არის ძალიან ბაზისური, აი ფუნდამენტზე მუშაობს. მთლიანად შენი სუნთქვის მექანიზმის გამოჯანსაღება ხდება, ისე რომ შენს ყოველდღიურობაში შემოდის ეს და არ არის მხოლოდ ლოკალურად ერთი რაღაც პრაქტიკა, როცა გააკეთებ რაღაც კარგ ხასიათზე დაგაყენებს 10 ზუთით, ან რა ვიცი, 2 საათით და მერე მიდის. არამედ ხდება მთლიანად აღდგენა შენი სისტემის, ისე რომ ყოველდღიურობაში უკვე ეს ყველაფერი ქმნის ჯანსაღგარემოს შენი ფუნქციონირებისთვის, როგორც გონებისთვის, ასევე სხეულისთვის და ამიტომ არის ძალიან მაგარი ტექნიკა, ესე მოკლედ რა ვთქვა, ჯერ დეტალებში არ ჩავიდე. მე რატომ ხო ამიტომაც დავრჩი ალბათ ამ ტექნიკაში, როცა თავიდან დავიწყე, შევედი რაღაცნაირად სუნთქვაში და ხშირად ფიქრობ ხოლმე რა უცნაურია, რომ აი რატო გადავწყვიტე, რომ აი ამ სუნთქვაში ვყოფილიყო, ხო? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე თეატრალური რომ დავამთავრე, დავიწყე მეტყველების სწავლება. ვასწავლდი მეტყველებას, აი მაშინვე დავიწყე სწავლება და ნუ ვასწავლდი მეტყველებას ისე როგორც მასწავლეს მე. და ნუ ძალიან ბევრი ადამიანი იქცევა ეგრეთ თეატრალურს რომ ამთავრებს, ხო? მაგრამ მე რატომღაც მივყევი ამ სუნთქვას, ძალიან შემithრია და მივხვდი რომ იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე რაღაც სამეტყველო ხმის დაყენება. შევყევი ამას, ჩავეძიე, ვისწავლე ძალიან ბევრი თავიდან მე თვითონ და ბოლოს უკვე ამდენ მიმართულებაში და მეთოდში ავარჩიე ბუტეიკოს ზუსტად მაგის გამო, რომ იყო რაღაცა ძალიან ნაღდი, ძალიან მარტივი და ეს მომწონს ძალიან რომ მარტივია, არ არის რაღაცა შეკმაზული და ნაღდია რა. ძალიან მაგარი. მე სხვა შორის მე რო სწავლობდი სამსახიობოზე, მაშინ ერთ-ერთი სუნთქვის შესახებ რაც ვიცოდი, იყო რომ ანუ გულმკერდით სუნთქვა არ შეიძლება და უნდა ისუნთქვა ადამიანმა დიაფრაგმით. მეტი არ ვიცი არაფერი რა მაგასთან დაკავშირებით. მაგრამ ეგ ცოტა წამოვიღე იქ. მეც ეგრე ვიყავი კი. მეც, მაგრამ არ ვიცოდი დიაფრაგმა რა იყო. და მეგონა რომ რაღაც პატარა ეგეთი კუნთი იყო რა და ამიტომაც ვერ ვიაზრებდი ამ მექანიზმს საერთოდ და როცა მეუბნებოდნენ აბა ისუნთქე ნორმალურად მუცლი და მუცელს ვბერავდი და თურმე ეხლა უკვე კარგად ვიცი რომ მუცლის ესე გაბერვა მიზანმიმართულად უფრო მეტ დაჭიმულობას ქმნის და საერთოდ გრევს და მოკლედ მეც ვიცი. არა, შენ გარდა ამ ბუტეიკოს მეთოდისა კიდე სხვადასხვა ტექნიკებს იყენებ და ერთ-ერთი არის ამ ალექსანდრე ფელდენკრაისი, ხო ამბობს? და ასევე ალექსანდრე სტექნიკა. ხო, და ასევე პრანაიამას იოგა პრანაიამას ტექნიკას, ხო? აი, მან ორი მეთოდის კომბინირება როგორ ხდება და რა შედეგზე გადიხარ, ეგ მაინტერესებს და
არა, ეგ ძალიან მოკლედ ესე რეზიუმეს აქვს რომ გააკეთო, ხა იმიტომ რომ კი, ჩვენი კი, კი, ფორმატი არ კი, არა, გვაქვს უბრალოდ კარგი კითხვა, მიშა, კარგი, ძალიან კარგი და მაგიტო. ახ. ყველა კიდე რაღაც მაინტერესებს ჩემთვის გასაგებად რომ გადავამოწმო საერთოდ რა ვიცი მაგასთან დაკავშირებით, იოგასთან დაკავშირებით რა, იმიტომ რომ მე რაც მგონია რომ ვიცი, ეგ მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც მაგალითად თბილისის დარბაზებში და არა მხოლოდ საქართველოში, პლანეტარულად ასწავლიან, ხო იცი, ხალხი რა, იმიტომ რომ ერთობ ისე გახდა რა, იოგა პოპულარული და ესეთი მოდური და დიდად არ ენიჭება მე მგონი ისა ყურადღება რამდენად სიღრმისეულად იცის ადამიანმა თუ არა და ყველა მოკლედ ჩემი აზრით ანუ არანაირი კავშირი არ აქვს ის რაღაც ეს მაგარონივით გადახლართვას იმაში რომ რაღაც შედეგზე გახვიდე და იოგა რეალურად სხვა რაღაცა არის ხო? კი. საინტერესო. დავიწყებ პირველი ნაწილიდან, ხო? პირველი კითხვა იყო, რომ აი ეს ორი მეთოდი Feldenkraisის და როგორ ვაერთიანებ, ხო? და გამომრჩა ამასთან, სანამ ამას უპასუხები ის წინა კითხვა, ხო? პრინციპში ჩაჯდება ერთმანეთთან, რომ ეს სპირიტუალური გასვლები და რაღაცა, მაგრამ ხა აი ავხსნი ამ ყველაფერში ამ კითხვას უპასუხები ისე რომ გასაგები იყოს. მოკლედ, Feldenkraisის და ალექსანდრეს ტექნიკა არის იმისთვის, რომ შენ ისწავლო შენი სხეული ზუსტად გამოყენება, ზუსტად როგორ ახლა. ანუ ტელეფონი ესე რომ გიჭირავს, აი ესე ხო აი შეგინიშნავს, რომ ზოგჯერ ეს ჩაფხუჯული გვაქვს ეს ტელეფონი და ესე რაღაცა სკროლავ და წერტ და ისწავლო რომ ეგრეღად რომ ისწავლო როგორ უნდა იყოს სწორ პოზიციაში ისე რომ არ მოხდეს შენი კუნთების ესეთი დაჭიმულობა არ დახარჯო იმაზე მეტი ენერგია ვიდრე საჭიროა რომ დახარჯო არ ჩართო იმაზე მეტი კუნთი ვიდრე საჭიროა რომ ჩართო და მოჭიმო და ძალიან და სხეულის შეგრძნებისთვის არის რა ეს ტექნიკები ძალიან მაგარი ტექნიკები არის ნუ ამის მე ინსტრუქტორი ეს როგორც სახსახად არა ვარ იმიტომ რომ ну ეს საერთოდ სხვა მიმართულება უბრალოდ რადგან მე თვითონ პრაქტიკოსი ვიყავი და ვარ ვიყენებ მე ჩემს პრაქტიკაში ან მისგან შთაგონებული ვარ რა მისგან ესე რა ვთქვათ იმიტომ რომ სუნთქვისთვის ჯანსაღის სუნთქვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხეული იყოს ჯანსაღი აი როგორი ვარიანტია იცი მილი რომელიც გაჭედილია რაღაც 1000 რაღაცი წარმოიდგინე ხა იმ მილში ვერ მოძრაობს წყალი ვთქვათ ხო წყალი უფრო ადვილად წარმოგვიდგება გონებაში წყალი ვერ მოძრაობს თავისუფლად იქ ხო უჭირს მოძრაობა შეიძლება გაიჭედოს კიდეც და იგივე ვარიანტია სუნთქვის შემთხვევაშიც რა ეს მილი ანუ ჩვენი სხეული თუ არ არის სუფთა და გაწმენდილი და ანუ არ არის მოდუნება მოშვება კუნთების და სივრცე და თავისუფლება, მაშინ უჭირს ამ ჰაერს მოძრაობა და მერე იქნება ეს უამრავი სუნთქვის დარღვევა, რაც არის. ერთ-ერთი ეს მიზეზიც არის რა. ამიტომ მე ჩემს მიდგომაში ვიყენებ ძალიან აი ამ სხეულის მოდუნების შეგრძნების პრაქტიკებს, რომ შევქმნა სივრცე. იოგას რაც შეეხება იოგას ნუ აქვე ვიტყვი რადგან არ ვთქვით ეგ იმიტომ რომ აღარ ვახსენებ ხოლმე მაგას რომ იოგას ინსტრუქტორიც ვარ იმიტომ რომ ესე აღარ ვასწავლი იოგას ამიტომაც არ ვაძლევ რაღაც თავისუფლებას რომ თქვა რომ რაღაც იოგას ინსტრუქტორი ესე დღეს მოქმედი არა ვარ ნამდვილად უბრალოდ მე მაქვს ეს ცოდნა ანუ და ამას ვიყენებ ისევ აი ამ ჩემს საქმიანობაში პრანაიამა არის იოგას სუნთქვის ტექნიკები რომელიც არის უძველესი და ძალიან მაგარი და უკვე ნუ პოპულარულიც რა ბევრი აკეთებს უკვე პრანაიამას მაგრამ ნუ აქაც ზუსტად უნდა გაიგო რომელი უნდა გააკეთო რომელი არ უნდა გააკეთო კომბინაციაში ვიყენებ ხოლმე მე უფრო იცი როგორ რადგან გუტეიკო აი ძირითადად დამშვიდებაზეა რა აი გამშვიდებს ნერვულ სისტემას ამშვიდებს და ასე შემდეგ ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე გამააქტიურებელ პრანაიამებს რა რომელსაც უფრო რაღაც ენერგიაზე მოყავხარ და გაფხიზლებს რომ რაღაცნაირად დავაბალანსო ხოლმე რა რაც შეეხება ეს სპირიტუალურ გასვლებს, ხო? ეს აი როგორ თქვა იცი? ეს არ არის რაღაცა ეს აქტიური სუნთქვის პრაქტიკები, რომელსაც შენი გონება გადაყავს რაღაც ექსტაზურ მდგომარეობაში. არ არის ეს ნამდვილად. ხო, მესმის. როგორც თქვი, ეს არის გამოჯანსაღება მთლიანი სისტემის. როცა შენ ყოველდღიურობაში გადადიხარ ექსტაზურ მდგომარეობაში, რა, ეგრე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იმდენად ახ საკუთარი მოსწავლეებიდან გამომდინარეც ვამბობ და ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან. იმდენად სხვა რეალობაში გადადიხარ იმ ხრივ რომ სხვა ხდები იწყებ ბედნიერების შეგრძნებას, გონებაში სიცხადე მოდის, ცნობიერება იწმინდება, სხეული უკეთესად ფუნქციონირებს და ეს არ არის ახლა რაღაც სხვა ასტრალში გადასვლა. აუ, მიშა, შენი ხმა აღარ მესმის მგონი.
ეხა გესმის? კი, ეხა მესმის დაიჭირა? კი. ძალიან პატარა სივრცეა, მივხვდი და ეს ხელების ქნევა არ გამბოდის რა. იცი, ან ეგ ძალიან საინტერესოა, შენ რასაც აკეთებ და ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რაღაც შემიძლია ვთქვა მაგის თაობაზე. ხო და ალბათ ეხლა რაღაც დროში ეს ცნობიერება შეიძლება ხალხში და მივხვდებიან მნიშვნელობას ამ ამბის. მაგრამ მე იოგას თაობაზე რო კითხე, ეგ ბუტეიკოს მეთოდი და ზოგადად ის ამბები, რასაც შენ აკეთებ, ხო? ეხლა ეგ მე ვიცი შენგან, იმიტომ რომ მე მაგის თაობაზე არ მქონდა არანაირი ისეთი ინფორმაცია რა. კი. ხო და აი გამახსენდა შენ ბოლო კითხვა. გამახსენდა. ბოლო კითხვა და გიპასუხებ კი. რაც შეეხება იმას თუ როგორია იოგა დღეს, რანაირი არის. ეგეთ ფილმიც არსებობს, რომ იოგა აი ყველასი რო არის რა, ყველანაირი რო არის. და უკვე დღეს ხან ფიტნესთან ურევენ, ხან სალსასთან, ეხლა ვღადაობ სალსასთან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეც არის ალბათ სადმე რა. ყველანაირი არის, აი ყველანაირი არის. მაგრამ იოგა არის ერთი რამ, იოგა არის აი შენი კონკრეტული მიზანი. რაც შეიძლება შენთვის იყოს, არ ვიცი, რა ვიცი, რაღაცა, არ ვიცი, სულიერი სიმშვიდე. ვიღაცისთვის იყოს, არ ვიცი, ძლიერი სხეული, ნებისმიერ რაღაც შეიძლება იყოს იოგა რა. ამიტომაც აქ ალბათ ბევრი სახე უკვე დღეს, რომ ხო. ყველანაირი გახდა რა. მე შენს ანამ უფრო განავრცობ მაგ ამბავს, მე მაინც რომ გადავამოწმო ეს ჩემი მისა რა ქვია. ინფორმაცია რამდენად სწორად მაქვს. მე ვიცი რომ 4 მიმართულება არსებობს. ძირითადად კი არა 4 მიმართულება არსებობს იოგაში. ეს არის ისა კარმა, ეს რა ქვია, ქცევის იოგა, ბაქტი იოგა, კრია იოგა და კიდე არის ნანა იოგა, ხო? ხო და რაც ეს პრანა მე მავიწყდება ეგ სიტყვა, შენი მეთოდი. პრანაიამა. ეს პრანაიამა მე მივხვდი რომ არის ტექნიკა, დამხმარე ტექნიკა, ნებისმიერი ის ზემოთ ჩამოთვლილი რაც ახლა მე ვთქვი, ხო? ის რო გავაკეთო უკეთ, ხო? ამ პრანაიამას ტექნიკის დახმარებით. თუ ვწდები? კი, ეხლა მოკლედ რომ აგიხსნა, ზუსტად ვერ ჩამოვასახელებ ეხლა რა მიმართულებები არის, იმიტომ რომ მე ეგრე არ მივყვები იოგას, რომ თქვა, რომელი ნაწილი რაღაც არის, ძალიან ბევრი არის სხვადასხვა მიმართულებით, ზოგი არის ეს დამაძინებელი არის, უფრო ჰათა, უფრო აქტიური იოგა, ნიდრა იოგა, რომელიც დამამშვიდებელია უფრო ძილის წინ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესენი უფრო მოძრაობის, აი ასანები არის, პოზები რა, მაგაების მიმართულებით ეს ყველაფერი, მედიტაციებით და ასე შემდეგ, მაგრამ პრანაიამა არის უშუალოდ სუნთქვის ტექნიკა, იმიტომ რომ იოგაში მარტო ჩვენ ვიცით პოზები, ანუ ასანები, მაგრამ იოგაში სხვადასხვა ნაწილები არის, რითიც შენ მიდიხარ შენი საბოლოო მიზნისკენ რა. ამიტომაც ეს პრანაიამა, ანუ ჩვეულებრივად, როგორც ახლა წარმოიდგინე, იმისთვის რომ შენი ფუნქციონირო, გჭირდება წყლის დალევა, საკვების მიღება, ძილი, ხო? აი ეგ სამი რაღაც რო ვთქვათ და ახლა აქედან რომელიმე რომ მოაკლო, ხო, ვერ იფუნქციონირებ, რაღაც ეგეთი ვარიანტია რა, ესე რომ ვთქვა უხეშად იოგაშიც, რომ ეს სუნთქვის პრაქტიკები ასანებთან ერთად, ანუ პოზებთან ერთად და კიდე სხვა რაღაცეებიც არის, გეხმარება იმაში, რომ მიხვიდი ამ შენ საბოლოო მიზანთან რა, ანუ მოდი ვთქვათ სიჯანსაღე, ფიზიკური რა. ოკეი, გავიქე. ეგ ძალიან საინტერესო და ძალიან კომპლექსურია მე თუ მგითხავ და ხო და არც მეც აღარ ვერკვევი ძალიან, მაგიტო აღარ ვარ მაგ თემებში ძალიან, რადგან ეს აქტიურად აღარ მუშაობ მაგ მიმართულებით და ამიტომაც ხო ძალიან კომპლექსურია და ვერ გავშლი. შენ ხო მესმის. შენ მუშაობ, ანუ ასაკობრივი შეზღუდვა შენთან არ არის თავისთავად და ვისაც ჭირდება მუშაობ ყველასთან, ხო? თუ არის? არის, იმიტომ რომ ბავშვებთან მაგალითად მე შემიძლია რომ ვიმუშაო ბავშვებთან, ანუ მაქვს ამის უფლება და ცოდნა და დატრეინგებული ვარ ამაში, მაგრამ მე თვითონ ჯერჯერობით არ ვმუშაობ ბავშვებთან, იმიტომ რომ რაღაც ხო, არ ვიცი. ხა, მესმის. ვიცი რა მაინტერესებს, ამ შენი მეთოდის კი არა და შენი სამუშაო რეალურად ეხმარება ადამიანებს, ეს იქნება ბევრი პრობლემის მოგვარებაში, ხო? ეს იქნება სტრესი, დეპრესია და ბევრი სხვა, ბრონქიტი, მათ შორის, ხო? მე ეგრეთ. ხო ეგრეა. ბუტეიკო საერთოდ ცნობილია ასთმასთან. ასთმა, კი ბატონო, ასთმა. არის ძალიან კავშირში, იმიტომ რომ უფრო მეტად ამაზე გაკეთა ბევრი კვლევა და თავის დროზე ამით გახდა რა ესეთი ცნობილი უფრო რომ ასთმასთან, მაგრამ ასთმაზე კი არა. აი როგორ რაღაცები ხდება ხოლმე, იცი, აი ადამიანს, აი ყველაფერი რაც კი გაწუხებს, ახლა შეტა, ახლა რო გითხრა მიშა რა გაწუხებს? აი რა ვიცი, რა გაწუხებს მიშა? რა ვიცი.
ხო და იმას საიდან დავიწყოს? აი ესე ჩამოულის, აი ესე ნელ-ნელა და ყველაფერს აჯანსაღებს. ეხლა რა ვთქვა, რას კონკრეტულად. მაგაზე კვლევებია ჩატარებული და ესეთი სამეცნიერო წიგნში წერია, რამდენამეს იწვევს სუნთქვა, რომელშიც როგორც სტრესი, როგორც გონების ბურუსი, როგორც ბრონხიტი, ასთმა, კუჭნაწლავის პრობლემები, საშარდე პრობლემები, ნერვული პრობლემები, რა თქმა უნდა, პანიკური შეტევები, შფოთი, უძილობა, ინსომნია, ღამის აპნეა, კიდევ სექსუალური პრობლემები, აი რა ვიცი, გულის აჩქარებები, არითმია, გულსის ძაფთა დაავადებები, აი ყველაფერი, ანუ ჩამოთვლაც კი მეზარება ხოლმე რომ ეკითხებიან მაგას, იმიტომ რომ რაც კი რამე გაგახსენება, ყველაფერზე მოქმედებს. იმიტომ რომ ეს სისტემა თლიანად აგებული არის ისე რომ ყველაფერზე ზემოქმედებს საერთოდ რა და ფიზიკურად ზემოქმედებს. ანუ კი, ან ჯერ ხომ უნდა მივხვდეთ რომ პირველია მანდან იწყება ყველაფერი. ეს ხო ძალიან ისეთი არის რა, ესა რასაკეთებო ცხოვრებისთვისო რა, what are you doing for living ხო არის? ხო და ნუ სუნთქავთ რა. არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. ხო, გასაგებია ხო ძალიან. ხო, შენ თუ შეგვიძლია გაიხსენო მაგალითად აი ხო ამდენი პრობლემა ჩამოთვალე და ამდენი მიმართულებით ხო? აი პირველად ვიღაცა მოვიდა და გეუბნება თავის გასაჭირის შესახებ რა. რაღაცა პრობლემა აქვს ისეთი, რამაც ვაუ, აი აქ არის ძალიან რთული სამუშაო. არის ეგეთი რამე? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მივხვდი რომ ეგ არის ძალიან კომპლექსური, მივხვდი ერთმანეთში აერთიანებს ყველაფერს, ნუ ეხლა სადღაც მაინც იქნება მაგალითად ეს ნაკლებად უფრო ის არის პრობლემატური და ეს არა რა, მივხვდი? ყველაზე რთული იცი როდის არის, აი ხა გეტყვი ერთ მაგალითს, მაგალითად ადამიანი რომელიც მოვიდა ჩემთან ძილის აპნეით, მაგალითად და ყველაზე რთული არის რა იცი, როდესაც ადამიანს თითქოს ჯერა, რომ ეს პრაქტიკები მუშაობს, ჩაერთვება ამ პრაქტიკაში, მაგრამ მე რაღაც მომენტში რაღაცა ეს ორ სესიაზე იქნება და მე კარგავს ამ რაღაც მოტივაციას, ანუ ეს მენტალური ბლოკების გადალახვა არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის და სირთულე, რომელსაც აღარ ვეჩალიჩები რა სიმართლე რო ვთქვა რა, იმიტომ და ძალიან ისევა რა, ანუ ვისაც აქვს მზაობა, ეხლა საერთოდაც შემოვიღე ის რა ქვია მკითხვარი, სანამ ვიწყებ ადამიანთან მუშაობას, ამ მკითხვარს ვუგზავნი რომ შევამოწმო რამდენად მზად არის თუ არა, იმიტომ რომ რატომ მოდის? ხო, უნდა იცოდეს რატომ მოდის, თორე აი არ ღირს რა, ტყუილად მიხარჭავს დრო და მათ კიდე ფული. ხო და მაგრამ არის რთული მომენტები რა არის ყველაზე რთული ალბათ, როდესაც პირიდან სუნთქვის ჩვევა არის გამომუშავებული და პირიდან სუნთქვის ჩვევა, სტრესში გამყოფეს, პანიკური შეტევები, შფოთი მუდმივად აი ამის მდგომარეობაში არ გამომუშავდება რაღაც სპეციალური მჟავა არის ერთი მოკლედ რომელიც ცხვირიდან გამომუშავების დროს, ცხვირიდან სუნთქვის დროს გამომუშავდება და მოკლედ ძალიან ბევრი რამე არის, ეს გრძელი თემა არის. და აი ამის გადაჩვევა რომ ცხვირით სუნთქვაზე გადავიდეს ადამიანი არის ძალიან რთული. და სხვათა შორის ვინც ხრინავს ღამით. ძალიან დიდი ალბათობაა რომ ის სუნთქავს პირიდან და აი აუცილებლად უნდა იმუშაოს სუნთქვაზე ვთქვათ რა. ეს არის ყველაზე რთული გამოსაზრებელი ღამე რა. და აი თუ თქვათ დილით იღვიძებს მშრალი პირით, ეს იმას ნიშნავს რომ ღამის განმავლობაში სუნთქავდა პირიდან და სასწრაფოდ უნდა მიხედოს სუნთქვას. ხო, მაგრამ მანდ ხო შეიძლება სხვა გამომწვევი ფაქტორიც არის, მაგალითად წონის ჭარბი წონა. ხო იწევს თუ არ იწევს? კი, როგორ მაგიტო თქვი რომ დიდი ალბათობაა თქო რა. ღამით ხრინვა შეიძლება იყოს ცხვირიდან ხრინვაც. შეიძლება იყოს პირიდან ხრინვაც. ანუ შეიძლება რომ ცხვირიდან სუნთქავდე, მაგრამ მაინც ხრინავდე, მაგრამ ყველა ვარიანტში იცი რა არის, როდესაც ცხვირიდან თუ პირიდან მნიშვნელობა არ აქვს. როცა შეისუნთქავ დიდი წნევით აი ეს ამ დროს ხდება ეს ტურბულენტობა, ანუ ძალიან აქტიურად მიხვდი და ეს თან თუ სიმსუქნეც არის თქვათ, ჭარბიწონა უკაცრავად, თუ როგორც ეძახიან არის რომელი უფრო წონი, ჭარბიწონა როცა არის, მაშინ ხო უფრო ვიწროვდება ეს ასუნთქი არხები და ესეთი წნევით წასული ჰაერი ამ ვიწრო მილში ქმნის ამ ტურბულენტობას და მე გამოდის უკვე ეგეთი ხმა. მაშინ აი რა ინტენსივობით უნდა მივაწოდოთ ჰაერი, ანუ მე ვიცი, ანუ ხო არის ეგ მინდა მასწავლოს სხვათა შორის, იმიტომ რომ ეგ პრაქტიკა მე არ გამივლი არასდროს. ანუ რა ინტენსივობით ხდება? თან არის ანუ მე ვიცი რომ თან არის თვლაზეც ხო, მაგალითად ახლა სასაწყის ეტაპზე, მაგალითად ანუ დავითვალე სამამდე თუ რაღაცა, ავიღე ჰაერი, მე გავჩერდი, არა? რა ვიცი, არა, მარტო შენ არ ხარ ყველა ეგრე არის, ყველაზე გავრცელებული სავარჯიშო რა არის დღეს ერთ-ერთი. მოკლედ მე ვარ ოროსანი ვარ მაგ საქმეში, ამიტომ ყავხარ შენ აქ რომ განმანათლო.
მაგანათო სასწრაფო ყველა მაგას აკეთებს 4 შესუნთქვა 7 გაჩერება 8 ამოსუნთქვა ანუ რეალურად რამეს კი არ ვერჩი ყველა სუნთქვის ავერჯი შორის იდეალური მაგრამ ნახე ადამიანს რომელსაც აქვს დარღვეული სუნთქვა რომელსაც აქვს დაჭიმული წარმოიდგინეს სხეულში ისედაც უკვე ვერ არის კარგად თავის სუნთქვაში და უცებ ეუბნები რომ 4-ზე შეისუნთქემ 7-ად 7-ზე გაჩერდი და რაზე კარგად 7-და ანუ ბოდიში მაგრამ 7-ად ვერ შეისუნთქავს ვერც ამოისუნთქავს იმიტომ რომ ბევრი არის 4 მისთვის რა ანუ არ არის დალოგებული რა ამიტომ ეგრევე მაგას არ მივახტებით რა თქმა უნდა. ზოგადადაც ბუტეიკოს ტექნიკაში ჩვენთან პირადად თლა საერთოდ არ ემხრობა. ბუტეიკო, ჩვენ კი ვიყენებთ, ან მე მისი მოსწავლის მოსწავლე ვარ და ცოტა აპდეიტებია გაკეთებული რა, იმიტომ რომ ახლა ბევრი წელი გავიდა ბუტეიკოს შემდეგ რა. და ჩვენ უკვე ვიყენებთ თლას, მაგრამ მხოლოდ მაშინ უკვე, როცა ეს პირველი ეტაპები გავლილია და პირველი ეტაპები რა არის? სუნთქვის შემსუბუქება, რომ ასე კი არ შეისუნთქავ, არამედ მსუბუქად შეისუნთქავ. ბიომექანიკის დამუშავება, ანუ მექანიზმის დამუშავება, რომ სხეული იყოს თავისუფალი. და ამ ორი ეტაპის შემდეგ უკვე ნელ-ნელა შეგიძლია გადახვიდეთ თვლაზე, რომ უკვე ბიომექანიკა ასეთ ვისე დამუშავებულია, სუნთქვის ეს წნევით შევარდნა აღარ ხდება და შემსუბუქებული არის და მერე უკვე შეგიძლია გადახვიდეთ თვლაზე, იმიტომ რომ თვლაში მთავარია იყოს სინელე და სიმსუბუქე. მიხვდი ხო? ეხლა ძალიან ტექნიკაში რა გადავიდე. კაი ხო? მე მოვალ მე ერთხელ შენთან. და მოხვიდე გენაცვალე. გავია რომ და ეგ პრაქტიკა ძალიან ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს სუნთქვის დარღვევა. და როგორ არის, იცი, ბევრი კვლევა მაინც ამაც არ არის ჩატარებული რა, მაგასაც ზუსტად ვერ გეტყვი ვთქვათ, რომ რამდენ ადამიანს აქვს დარღვევა. აქ ჩვენთან თუ ზოგადად? ზოგადად რა, მაგრამ ესე ძალიან პირობითია, იმიტომ რომ კვლევები კიდე საჭირო არის უფრო მეტი რა და არ აკეთებენ მაინც და მაინც, იმიტომ რომ კვლევებს ჭირდება დაფინანსება და დაფინანსება კიდე ძირითადად მოდის რაღაც ისეთი ბობოლა კომპანიები და ბობოლა კომპანიებს კიდე ძალიან კარგი ბიზნესებიც აქვთ, მათ შორის ფარმაკოლოგიური ბიზნესები და სულაც არ აწყობთ ეს შენი სუნთქვა სუპერ ძალის დააზრება რა. ეგეთი ამბებია. ეხლა რამდენად მნიშვნელოვანი არის შენი საქმე? მაგაზე რო არ დავიწყო ლაპარაკი. მაგრამ ყველა გაიგებს რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იცი რა მაინტერესებს, იმიტომ რომ ცნობიერება არ იცვლება ეგრე მარტივად რა. არ მე შენ იცი რა ხარ რასაც გულისხმობ. გეთახმება. გადამს. ხოდა. ხალხში შენი აზრი ჩვენთან ხალხში, ანუ რა რეზონანსი მოყვება ამ ამბავს? ერთი და ანუ როგორი დამოკიდებულება აქვთ? ერთი ეგ მაინტერესებს. და მეორე მაგას მივაბავ, მე ვიცი რომ ეს რაღაცა შენ გამიცხვის შუადაშორის ეგ ამბავიც რომ აი ეს ბუტეიკოს მეთოდს რაღაცა პერიოდის წინ ქონდა ეს. მოკლედ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და მან ეხა როგორი მდგომარეობაა. ხო, საინტერესოა. პირველი მოვყვები, თქვათ, მე რა პროცესების გავლა მიწევს, ანუ რას ვხედავ რა და მე დაინც ცოტა ეს ფართო მასშტაბზეც გავალ. ფართო მასშტაბიდან დავიწყებ, მოდი ეგრე ჭობს. ფართო მასშტაბიდან დავიწყებ იმას, რომ ეხა ისტორიას არ მოვყვები ეხა ბუტეიკოს ტექნიკის რა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ქონდა აღიარეს ოფიციალურად, მაგრამ მე რაღაც მომენტში ზუსტად ეს გავიგე მე ერთ-ერთი გამომწერისგან, რომელმაც მომწერა, რომ შუა შენ საიდან იცი ბუტეიკოს ტექნიკაო ესეთ მომწერა და მეთქი რა ხდება ქალბატონო საერთოდ რა ვიცი უთხარი მე სერტიფიცირებული ვარ ირლანდიაში რაღაც ესე ასე ვიცი და მითხრა რომ მე უბრალოდ იმიტომ გამიკვირდაო რომ მე მახსოვს ბავშვობაშიო იყო ერთი კაციო ვიღაც ბერძენია მე მგონი ბერძენი კაცი რომელიც ჩუმად ოქირაობდა სახლებსო და ასე ჩუმად ატარებდა ამ პრაქტიკებს, იმიტომ რომ რაღაც რას ეძახიან, მაგებს შარლატანებს თუ რაღაცებს არ ეძახიან. რაღაც ეგეთი მოდი იყო ჩათვლილიო რა, ანუ რაღაც ალტერნატიული მედიცინა, რომელსაც დიდად ხალხი ვითომ არ ენდობა, მაგრამ ისეთი მაგარი შედეგი მქონდა. ექიმბაში, ხო, ექიმბაში. მადლობა. და იმდენად მაგარი შედეგი მქონდა ბრონხიტზეო, რომ მე დავდიოდითო და მე კიდე გვინდოდაო, მაგრამ გაქცეულაო ეს კაცი, იმიტომ რომ ვეღარ გააგრძელაო რა საქართველოში მოღვაწეობაო და ეგ ერთი კაცი მახსოვსო. ეგ ესე და სულ მახსოვდა ისე მიშველაო და ეხლა მე უბრალოდ მიკვირსო ეს საბჭოთა რაღაცა შენ საიდან იცი ახალგაზრდა გოგო ჩანხარო რა. და რეალურად ეხლა რა მოხდა? მისმა ანუ ბუტეიკოს ერთმა მოსწავლემ ეს უკვე გაიდანა 1900
არა 2004-ში, 2001-ში, აღარ მახსოვს წელი რა, მაგრამ მოკლედ 2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთმა მოსწავლემ უკვე გაიტანა საერთაშორისო ეს ტექნიკა, ამერიკას, ბრიტანეთს უკვე მიწვდა და უშუალოდ მე უკვე საიდანაც ვისწავლე, ეს არის თვითონ ესეც ბუტეიკოს მოსწავლე არის, ირლანდიელი, რომელიც წავიდა მე ირლანდიაში გააკეთა კლინიკა და მოკლედ ეს კლინიკა ეხლა საერთაშორისო იმაში პოზიციონირებს რა ეს ჩემი მასწავლებელი პატრიკ მაქიონი უკვე ერთ-ერთი პირველი სუნთქვის კოუჩი არის წიგნებით ძალიან ბევრია გამოცემული და ყველგან ეგ არის რა ვიცი მოკლედ რა ამიტომ ის რო გვიზიარებს ხოლმე რო ვთქვა რა პროცესები გაიარა ძალიან ხშირად ამბობს რომ იქაც კი ირლანდიაში და კიდე სადაღარ დადის ამერიკაშიც და ყველგან ატარებს ვორქშოპებს და სემინარებს ამბობს რომ შესაძაც მიდის ხანს თავაზობს თქვათ ასთმის რაღაცა კომუნიტის რა მიდის და როცა დავიწყო მივედიო და შევთავაზო რომ ესეთი რაღაცა არსებობს ხალხო და გავაკეთოთ და ანუ ეგრევე დამიკიდესო ყურადღება არც მომაქციოს და ეხლაც კი ამდენი წლის მერე ანუ უკვე 20 წელზე მეტია ასწავლის ამდენი წლის მერეც კი მაინც ამას დიდი ინტერესი არ არის მათგანო კიდევ ფსიქოთერაპევტებთან მაგაზე გაგვიზიარა კიდე რომ აი ფსიქოთერაპევტებსაც შევთავაზე მაგრამ დიდად არც მათგან არ იყო ინტერესი და ზოგადად მე თან ვიკრიბებით ხოლმე ეს საერთაშორისო მასშტაბით ხოთაშორის ძალიან ბევრი ბუტეიკოს ინსტრუქტორია რა აი ძალიან დიდი ის არის რა კომუნიტი და რომ ვიკრიბებით ხოლმე აი ძალიან ბევრი აზიარებს რომ აი ჩემთან აი სხვადასხვა ქვეყნებში ზოგი ისრაელში არის ზოგი საბერძნეთში არის რომ აი როგორ ჭირს ამ ყველაფრის ფართოდ აი შეტანა საზოგადოებაში რა თუმცა ამასთან თანაფარდობაში მინდა ვთქვა რომ ბოლო 3-4 წელიწადში ძალიან გაიზარდა სოფლიო მასშტაბით საქართველოს არ ვლაპარაკობ ძალიან გაიზარდა დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა სხვათა შორის იმასთან შედარებით რაც ადრე იყო აი მართლა ძალიან გაზრდილი არის ეხლა რასაც მე ვუყურებ თან ბუტეიკოს თვითონ ამ ტრენინგსაც ძალიან ბევრი ხალხი იყო მე როცა გავიარე და ძალიან ბევრი ხალხი არის და საქართველოში სხვადასხვა იცი რა არის ეხლა ჩემ მაგალითზე გადმოვალ მე როცა ესეთი რაღაც მოხდა რა რაღაც შვეიცარიულმა ფონდმა დამიკვეთა ეს უთქვის პრაქტიკები და მოკლედ ჩავატარა ხალხისთვის იყო უფასო რადგან მათ დააფინანსეს მთლიანად 8 შეხვედრა იყო 2 საათიანი ძალიან ისეთი კაი პროგრამა გამოვიდა რა და მაშინ ძალიან ბევრი ხალხი დარეგისტრირდა 90-მდე კაცი დარეგისტრირდა წარმოიდგინე ამ ფასო ვორქშოპზე 90 კაცი რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო რა თვითონ მოსვლით მოვიდა დაახლოებით არ ვიცი მაქსიმუმი რო გავაკეთო თქვა სხვადასხვა იმებზე დამსწრეების ალბათ 60-მდე მაგრამ კაი მაჩვენებელია ეს რა ძალიან ის ვიყავი გაოცებული რა რომ ვაუ მე ხალხთან რაღაცა მისულა ინფორმაცია მაგრამ როცა ფულის გადახდაზე მიდის უკვე საქმე ხაი ეგ მინდოდა მეთქო არა აი მან უკვე ბევრი რაღაცა ხდება არა კაცო ეგრას მიშველის არა უეჭველი რა იცი რა არის ბოდიში რომ შეგაწყვეტინებ მოკლედ მე მგონი რომ მაგაზე არავინ არ უნდა გაიტეხოს გული და განსაკუთრებით ახლა შენ იმიტომ რომ ყველაზე დიდი სისულელი და ისეთი ტყუილი ერთ-ერთი რა მოგისმენია არა ზოგადად რო ხალხი არის ბრძენი ხო ეხლა ამას დიდი ტყუილი და სისულელი რა გინდა ხო ხო და ანუ იმის თქმა მინდა რომ რაც უფრო სისულელი ანუ სულელურ რაღაც პროექტს წარმოიწყებს ადამიანი რაღაც სისულელეს გააკეთებს რეზონანსი მით უფრო მეტი ექნება და მით უფრო მეტი ექნება ინტერესი ხალხის მიერ ხო ნუ ეგრეა რა იმიტომ რომ ცნობიერება არ იცვლება 1-2 წელიწადში ხო ეხლა ამას დრო ჭირდება და შენ რაც სააკეთებ ძალიან დიდი საქმეა და ანუ რასაკვირველია დრო დაჭირდება რა მაგრამ ნელ-ნელა მგონი რომ თან ამბავი იმაშია რომ ამას ხაზი უნდა გაუსვა. ეხლა მე ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი, შენ ხარ ერთადერთი, რომელიც ამ მეთოდით ასწავლის საქართველოში და ეგ კიდე ცალკე პასუხისმგებლობა ჩვენს მოცემულობაში რომ ამდენი ხანი პოზიციონირებ და საქართველოში ასწავლი და ერთადერთი ხარ და ვაფშე ეგ როგორი გზნობა ისე რომ რაღაცაში ერთადერთი ხარ. მე ძალიან საინტერესოა. იცი როგორი გზნობა, ცოტა იჭურო გეპარებოს, იქნებ ვინმე არის კაცო, იქნებ ვინმე არის სულეგეთ, იქნებ ვინმე არის, მაგრამ იქნებ მოწმა არ ჩას არავინ რა. თვითონ საიტზეც არავინ არ არის ქართველი რა ანუ არ არის შეიძლება საზღვარგარეთ ვინმე არც არავინ არ შემხმიანებია არც გამიგია რომ აი ვინმე ბუტეიკოს ანუ არ თუ ვინმე არის ხალხო გამოჩდით დიდი სიამოვნებით გავიგებ თქვენზე მაგრამ ხო იცი რა არებს ტვინს ცოტა კიდე რომ ეს უთქვის კოუჩები თუ ინსტრუქტორები გავიგე რომ კიდე ვიღაცები იყენებენ ნელ-ნელა ის თქვენ ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ანუ ეს ჩემი განსხვავებული არის
იმ ხრივ რომ აი ეს თლიანი სისტემის გაჯანსაღება ხდება და ძალიან სპეციფიური ტექნიკა არის მოკლედ რა. და თან როგორ არის იცი რაღაცა კონკრეტულ რაღაც პროგრამასავით გადიხარ რა, რაღაც პერიოდი უნდა აკეთო ეს სულ. როგორც არ შეიძლება იყოს, ხო, ან ცხოვრების წესი უნდა იყოს და არ არის ერთჯერადი პრაქტიკა, ხო? ანუ მაგას გულისხმობ, ხო? და ამიტომ არის რთული კიდე მიშა რა, რომ ეზარება ხალხს ამდენი რესურსის ჩატება და მაგიტომ თქვი რომ ეს კითხვარი გავაკეთე რომ ადამიანი მიხვდეს, რომ ეს არ არის რომ ჯადოსნური ჯოხი და კარგად ვარ, მუშაობა ჭირდება. ფაქტია. ნუ ეხა ყველაფერი რაც ხაირიანია, მუშაობა ჭირდება, ვასწავლოთ როგორ გამოვა, იგა. კი. კი. მე მგონი ძალიან ისეთი ინფორმაციული გამოგვიდა და თავიდანვე ვიცოდი, იმიტომ რომ საკითხი იყო ეგეთი. სამწუხაროდ ამ ეპიზოდში ვეღარ დაგელაპარაკები შენ სამსახიობო კარიერაზე და გამოცდილებებზე, რაც ძალიან მაინტერესებს და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის, მაგრამ მაგისტრის ალბათ ერთ ეპიზოდში შემოვინახავთ, მაგრამ ბოლოს რითი რა მინდა ვითხრა, აი ეს შენი წამოწყება ახალი პროექტის სამსახიობო მიმართულებით როგორ მიდის და როგორ იდგავს ფეხს. მადლობა ამ კითხვისთვის, ხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ჩემთვის და ძალიან საინტერესო არის. არასდროს ცხოვრებაში არ მეგონა რომ შევქმნიდი ჩემს თეატრალურ კომპანიას. არასდროს არ წარმომედგინე. ფანტასტიკურია. შემომე თეატრალურ კომპანიება და ზუსტად და საინტერესოდ მიდის სხვათა შორის, რა თქმა უნდა რთულია ახალგაზრდა არტისტისთვის, არაცნობადი არტისტისთვის, რომ გზა გაიკვლიოს და ისეთი არტისტებისთვის, ვისაც მაინც და მაინც ბევრი ესეთი ქსელები არ აქვს, ანუ ასე ეძახიან მაგას, connection თუ რაღაცას რო ეძახიან. ხო. კავშირები არ აქვს. მაგრამ რაც მომწონს ყველაზე მეტად არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ რაღაცას და მოქმედებთ, მივდივართ წინ. კი, მოდის ხალხი მაინც, ყავს მაყურებელი, ნელ-ნელა ვიღაცები იგებენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა რთულია ახლა დაფინანსებები. აი ეს პრობლემები არის, დაფინანსებები, ხალხი დაინტერესო და ამ ყველაფრის ფონზე შეინარჩუნო мотивация რომ აკეთო. მაგრამ როგორ მესმის შენი რო იცოდ. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგარია ეს საკეთებ ნებისმიერ მიმართულებით და აი მაგას ძალიან მინდა ერთი ეპიზოდი რა დღეს რაღაც ენამები მის არ ვიცი რა მჭირს ალბათ მზის ბრალი არის მთელი დღე ჩემთან უნდა მოხვიდე ენის მასაც ვუშველი მთელი დღე ვიყავი ისა რა ქვია თაქარა მზის ქვეშ და ალბათ მაგის ამბავია მაგრამ რო დაუბრუნდე მოკლედ ძალიან მაგარია ის რაც საკეთებ და ყოველ შემთხვევაში მე მგონი უნდა გააგრძელო და მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ხალხი, როგორ დამოკიდებულება აქვს ხალხს, რა რეზონანსია იქედან ამ შემდეგ, ძალიან მაგარ რაღაც საკეთებ და უნდა გააგრძელო. აბა სხვა მინ გააკეთებს, ახლა შენ თუ არ გააკეთებ. კი, ნამდვილად ასე უნდა. ბოლოს დროს აღარ წაგართმე, ვიცი რა მაინტერესებს, იმიტომ რომ ანუ ეს როგორ ხდება? ანუ საوارჯიშო გინდა რამე? ხო, საوارჯიშო ანუ. საوارჯიშო. კაი, ეგ საوارჯიშოები ხა მოკლედ რა განვიხილოთ. არ გინდა რაღაცა ოქროს წესი მოგცე, ერთი ოქროს წესი. მინდა. თან ეხა მე ასაკში ვარ, როგორც იცი უკვე და მჭირდება. კი. კარგი. ერთ კარგს მოგცემ, სხვათა შორის რომელიც მე ვიცი, ორი რაღაც უნდა მოგცე, თავარი რა. ერთი არის დასამშვიდებლად. ოკეი. ეგეთი ოქროს წესი არსებობს, რომ როცა ამოსუნთქვა არის გაორმაგებული, ან უბრალოდ უფრო გრძელი ვიდრე შესუნთქვა, ეს ნერვულ სისტემას ამშვიდებს, მოკლედ რო ვთქვა. გესმის ჩემი? ხო. კი, მესმის. კიდევ, შენ ხო არ გიყვარს სიცხე? არა. ახსოვს, რომ არ გიყვარს სიცხე. ნუ, თავს ვარიდებ. თავს არიდებ, ხო? ეხ. ეგეთი პრანაიამა არის ეს და ბუტეიკოს ერთი სუნთქვის საوارჯიშოსაც გაჩვენე ბოლოს. ეს პრანაიამა არის. მე ვერ ვაკეთებ ენას ესე წინ უნდა წამოვიდეს და ესე უნდა ჩაახმალდეს. მე ვერ ვაკეთებ, მაგრამ უბრალოდ შესაძლებელია რომ პირი გააღო და ენის შუაში შეისუნთქო, ენის შუაზე რო იყოს რა. ოკეი, გავიგე. მე შეგიძლია ცხვირიდან ამოისუნთქო. და ეს გეხმარება გაგრილებაში. ეს არის გამაგრილებელი პრანაიამა რა. აი ეგ ნათქვამი გაქვს შენ ჩემთვის. ნათქვამი, მექნებოდა იმიტომ რომ ფიქრობ კი ხა რაღაცები ნასწავლი აქვს ჩემთვის და ანუ არ მახსოვს თქო. ეგ მახსოვს. კი, მე მგონი გითხარი. კი, გამახსენდა, კი. გითხარი ეს და ეს ვიტყვი? რა, მითხარი? არაფერი არ. მე მგონი რომ ეს აფექტური მოძრაობასავით ეხა საჯაროდ არ უნდა გააკეთო, ხო? ესა.
ახლა საჯაროდ არა ხო მესმის საჯაროდ არის რაღაც საუჯებში ვირასაც ვერ გააკეთებ მაგალითად ერთი არის ასეთი სავარჯიშო ეგ ლომის უთქვა ერთს ვიტყვი კიდე ბლოს ლომის უთქვა ქვია მაგას ლომის უთქვა ქვია ხო ოკეი lion breath კიდე არის ეხა ბუტეიკოს ერთ სავარჯიშოს ვიტყვი დამამშვიდებლს რომელიც ძალიან მაგარი არის პანიკური შეტევების დროს ზოგადად ყოველთვის ძილის წინაც რომ ესე ჩაგუგუნდე ესე ხელების თასი ქვია ხელების თასში ჩარგავ თავს რა თქმა უნდა სხეულიდან მოადუნო ეს უპირობოდ თავარი პირობა არის და აი აქ სუნთქავ ძალიან ნელა და ფაქიზად ისე რომ ამ ჰაერ ნაკადს საერთოდ ვერ გრძნობდე შენს ხელის გულებზე ვასა кайფ რა და დააკვირდი ადამიანი როცა ცოტა სტრესში არის ხო ეგრევე აი ხო აქვს ზოგს რა რომ აი ბუნებრივი ინსტინქტი იმისთვის რომ თავი დამიშტო იმიტომ რომ აქ ნახშირეჟანგი აკუმულირდება შეისუნთქა უფრო მეტ ნახშირეჟანგს იმიტომ რომ რასაც ამოისუნთქავ იმას შეისუნთქავ და ნახშირეჟანგი გამშვიდებს ნერვული სისტემა გადაყავს სიმშვიდის რეჟიმზე და მოკლედ ძალიან მაგარი სავარჯიშოა და ძალიან საინტერესოა ავტომატურად აი ძალიან ბევრი ადამიანი ხო ეკეთებს ასე რომ აი მაგარია რა ეს ძალიან კაია კი, სხვათა შორის, იმიტომ გაგიზიარე ეს, რომ ასეც დავაკვირდი ჩემო სწავლებში ყველაზე ფავორიტი ეს არის ყოველთვის ეს სავარჯიში. დამწყებებისთვის მე შეიძლება? დამწყებებისთვის ხო, თან ყველასთვის შეიძლება. წარმოიდგინე, პანიკური შეტევის დროს შეგიძლია გააკეთო ეს სავარჯიშო, ანუ იმდენად მტკივნეულ ეფექტურია, თან ეფექტურია. რომ პანიკური შეტევის დროსაც კი შეგიძლია გააკეთო, შეუძლია ადამიანს გააკეთოს. ოკეი. ეთო. ძალიან დიდი მადლობა. იმდენი ინფორმაცია მომაყარე რომ ეხლა დრო მჭირდება მეც. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და აუ მართლა ძალიან მინდა ეს სამსახიობო მიმართულებით ერთი ეპიზოდი გავაკეთოთ. ეგ იმას არნიშნავს რომ ეს პროფილი ხარ რადგან ვილაპარაკეთ ამოვწურე მე რა. არ ვიცი შემთხვევაში. არა, სხვათა შორის დიდი მადლობა მიშა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კარგი კითხვები იყო. მე მახსოვს რამდენიმე ინტერვიუ გამიკეთებია ტელევიზიაში და ძალიან ხშირად ძალიან უკმაყოფილო წამოსულა იქიდან, იმიტომ რომ რაღაც ანუ ის სიღრმე რაც შემეძლო აქ ახლა აი ასეთ პატარა დროში გამეშალა აქ ვერსად ვერ მოვახერხე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ძალიან კარგია და მადლობა. პირიქით მადლობა რომ შენ იყავი ჩემი სტუმარი. მე ხო ვიცოდი რა საინტერესო ადამიანის იყავი და ეხლა ყველა გაიგებს. ყველა. ძალიან დიდი მადლობა ეთო და ისა შეხვედრამდე. წარმატებებს გისურვებ საქმიანობაში. მადლობა მიშა, ჩაო. აბა დროებით.